მითხრეს, რომ 9 წუთიანი ვიდეო ძალიან ბევრია და უფრო სწრაფად გითხარი, როგორ ვითამაშოთ 8 სამეფო. მოკლედ, უფრო შევეცდები უფრო სწრაფად ჩავწერო ეს ვიდეო და გითხრათ პრინციპი თამაშის როგორია. ეს არის 8 სამეფოს სათამაშო დაფა, აქ არის სამეფოები და ეს არის სამეფოს ნაწილები. ზოგი სამეფო შედგება 3 ნაწილისგან, ზოგი სამეფო 2 ნაწილისგან. ყველა სამეფო ესეა, 3 ნაწილიანია, 2 ნაწილიანია. ყველა მოთამაშეს ურიგდება 3 цаრიელი ჟეტონი, 3 100 ჯარისკაციანი ჟეტონი, 3 500 ჯარისკაციანი ჟეტონი და 2000 ჯარისკაციანი ჟეტონი. თქვათ 2 მოთამაში ვარ სიტყვაზე. ხო, პრინციპი არის ისო, ჯერ უნდა გაერთიანოთ რომელიმე სამეფო, თქვათ ამის 3-ვე შეაგროვოთ, ან ამის 2-ვე შეაგროვოთ, რომ გაერთიანებული რომელიმე გაერთიანებული სამეფოს მფლობელი გახდეთ და დაიწყოთ უკვე როგორც სამეფო მისე თამაში, მანამდე აგროვებთ ამ ტერიტორიებს. აქ არის აგერ სუპერ ძალებიც, ხაზინა, რომელიც უფრო მეტი ჯარს იღებს სტარტის ყოველ გავლაზე, თქვათ მტოვარი, რომელსაც შეუძლია ექსკლუზიურად გაიგოს სხვას რამდენი ჯარი ყავს, სწავლულები, რომელსაც შეუძლია უარი თქვას რაღაც ეპიზოდში ბრძოლაზე, თუნდაც შეუძლია თავს დაერცხას. და იარაღი, რომლის ჯარიც ორმაგად ეფექტური არის. მოკლედ, თქვათ გავაგორე, რა ვიცი, აგერ 9, დასაწყისში ფიშკები აი აქ იკრიბებიან და აი პირველი ნაბიჯი გავაკეთე აქ. 1, აქედან ვიწყებთ, შემდეგ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. შემიძლია ეს ამ ტერიტორიით დავინტერესდეთ, რატომაც არა, ავიღე ეს და აქ ჩავაყენო ჯარი. რა თქმა უნდა, ამობრუნებული რომ არ ჩანდეს რა რაოდენობის ჯარი მყავს, იმიტომ რომ თუმცა შემდეგ ვიღაცა მოხდება, შეუძლია შემებრძოლოს და პრეტენზია გამოთქვას ამ ტერიტორიაზე. თუ უფრო მეტი ჯარი თანამედროვე მსოფლიოს ამბებია, შეიძლება ითქვას. შეიძლება აქ ჩავაყენო სპეციალურად. ავიღოთ, თქვათ, ესენი თამაშის დაწყების შემდეგ უნდა ამოატრიალოთ, საიდუმლოა რამდენი ყავთ ჯარი, ამიტომ აღარ უნდა ჩანდეს, ესე იყოს. ამოატრიალოთ. შეიძლება ავიღოთ цаრიელი ფიშკა 3 цаრი და 1 100 ჯარისკაცი, რეალურად 100 მეყოლება, მაგრამ ის წარმოსაჩენი იქნება, აი ესე ჩავაყენო, რომ აქ არის ძალიან ბევრი ჯარი. რომ არავის არ გაუჩნდეს სურვილი, რომ აქ გამოთქვას პრეტენზია. აი, მოკლედ, თქვათ ვიღაც მოხდა შემდეგ აი აქ. პირველი ვარიანტი განვიხილოთ რა. ძირითადი პრინციპის. და ამბობს, რომ აი გინდა თუ არა ეს მეორე ტერიტორია მინდა, მაშინ შეუძლია ჩამოვიდეს, მაგალითად აი 500-600 ჯარისკაცი ჩამოვიდა და უკვე ღიად. მოდი ვიბრძოლოთ, ნახოთ, აბა შენ რამდენი ყავს და ამოვატრიალებ, აღმოჩნდება რომ მე მარტო 100 მყავს და ეს ტერიტორია მას რჩება. ან მეორე ვარიანტი. 1 წუთი, აი ნუ აიღოს ეს დავაგებული. მოხდა აი აქ მეორე ტერიტორიაზე, თქვა რომ მეორე ტერიტორიას მე ვიღებ, აიღო ეს ტერიტორია და რადგან უკვე სამეფოს ორივე ტერიტორიას ორნაწილიანია, ხო? უკვე თავის პატრონი ყავს, ეხლა უნდა გაიკვეს ეს გაერთიანებული ვის ხელში აღმოჩნდება. ერთი ამისია, ერთი ჩემია. მეც უკან გავიწევ ამ ჯარს და აგერ ჩამოვდივართ, აქ იმართება გადამწყვეტი ბრძოლა, ვის დარჩება ეს სამეფო. მე შემიძლია უკვე აქედან მობილიზება გავუკეთო მთელ ჯარს, უკვე რა ვიცი, განთლიანებით, თუ განთლიანებულად, თუ პრინციპული საკითხია ის და ჩამოვიდე აი აქ სიტყვაზე, მოდი ესე ყველას აღარ ჩამოვა, დიდხანს არ ვთვალოთ მე ესე. ეს ჩამოვა მაგალითად აქ. ამოატრიალებს ეს 1500 იყავს. ეხლა ნახოთ მე რამდენი ჩამოსულა, რამდენი ჩამოსულა. კაი, 700 არის ჩემი. მოკლედ გაბათილდება 1500 გამოაკლდება 700, მოიგო ამან 1500 გამოაკლდება 700. ესენი წავა, ესენი ცარიელები არა. ესენი წავა ბაზაში, ცარიელებს ყოფილად ყველა აქ მიდის ბაზაში მიდის. ბაზაში წავა და დანარჩენი დარჩება ამას. და აგერ დაადებს ამას, რა ქვია, ნიშანს, რომ გაერთიანებული სამეფო არის და მის ხელში გაერთიანდა უკვე. მე და ესეც ვაგრძელებ თამაში. შეიძლება შემდეგი სამეფო აი აქ ავიღო, მაგალითად, ეს ჩემი იყოს, ეს იყოს აი ამის და მესამე ტერიტორია აიღოს აი ამან. ხო, იგივე ხდება აქაც, რადგან უკვე სამივე ტერიტორიას პატრონი ყავს, ეხლა უნდა გავარკვიოთ აი გაერთიანებული სამეფო ვისი გახდება და აქ ჩამოვდივართ ისევ, სამივენი ჩამოვდივართ ჯარს და ვისი ჯარიც ყველაზე მეტი იქნება, იმას რჩება ეს ტერიტორია. თუ ისე მოხდა, რომ ორი ადამიანის ჯარი თანაბარია და ერთის ნაკლებია, ის ნაკლებიანი ჯარი ეგრევე ითიშება და იმ ორ შორის ხდება, იწყება ბრძოლა.
შედარება. თუ იმათიც თანაბარი რაოდენობაა, მაშინ კამათებს აგურებენ და ვინც მეც გააგურებს, იმის ირჩება ეს. მოკლედ, როგორც კი გაერთიანებული სამეფოები გაჩნდება თამაშში, ისეთ სამეფოები და თქვენ მოხვდებით მაგალითად აი ამ სამეფოს ფლობელი მე ვარ სიტყვაზე, ხო? და მოხვდი აი აქ. თუ მოხვდებით ორ ნაწილიან სამეფოში, უნდა დაუტოვოთ 200 ჯარისკაცი. თუ მოხვდებით სამ ნაწილიანში 300 ჯარისკაცი. მე მოხვდი აქ და რადგან სამეფოს ფლობელი ვარ, მე შემიძლია უარი უთხრა ამას ჯარის გადახდაზე და უთხრა რომ ვიბრძოლოთ, არ მინდა ჯარს არ გადაგიხდი. ვიბრძოლოთ, მე სამეფოს წარმომადგენელი ვარ და ვინც მოიგებს, იმას დარჩება სამეფო. და მოკლედ ეს ბრძოლაც აქ ინიშნება, ასევე ჯარების დატოლებით. ოღონდ ერთი რაღაცაა, თქვათ, ეს ადამიანი ჩამოვიდა 500 ჯარისკაცს, ხო? და მე ჩამოვედი ერთი წამით, მე ჩამოვედი მაგალითად 300. როგორც გითხარით, თუ ეს იერარქიის ბარათი მაქვს, აქ რომ მოხვდებით, მაშინ იღებთ ამ ბარათს. თუ ეს იერარქიის ბარათი მაქვს, ჩემი ჯარი ორმაგდება და ბრძოლაში ეს უდრის 600-ს და გამოდის რომ მე ვაჯობე ამას, მოვერია ამ ჯარს და სამეფო ჩემი ხდება. მოკლედ, თუ მოხვდებით აი ამ გრაგნილზე, იღებთ აი ამ ბარათს და თქვათ აი დაგემატა 200 ჯარისკაცი ძალიან კარგი. ეს პრინციპი არის, მოკლედ რა. და დანარჩენს უკვე პატარ-პატარა დეტალებს ნახავთ ინსტრუქციაში. აბა თქვენი ცით წარმატებულ თამაშს გისურვებთ, კარგ თამაშს და თუ რამეა დააკომენტარეთ და გიპასუხებთ.